დღეს ვისაუბრებთ იმ მითებსა და ფაქტებზე, რაც 2008 წლის ომზე უნდა იცოდეთ. მითი: ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო. რეალურად რუსეთი ყველა კონფლიქტის დროს ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ მისი ქმედებები პროვოცირებული და გამართლებულია. ასე იქცევა დღეს უკრაინაში და ასე იქცეოდა წლების განმავლობაში საქართველოშიც. ოკუპანტი ქვეყანა და ქართული ოცნება დღემდე ავრცელებს მოსაზრებას, თითქოს 2008 წლის 8 აგვისტოს რუსულმა მხარემ საქართველოს აგრესიას უპასუხა და ამიტომაც დაიწყო ომი. კრემლის პროპაგანდა მალავს, რომ ეს თავდასხმა წლებით ადრე დაგეგმეს და ქვეყანაში ჯერ კიდევ 7 აგვისტოს შემოიჭრნენ. რაც შეეხება კითხვას, როდის გადაწყვიტა კრემლმა 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მზადება, ამას 2012 წელს სომხეთში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა თავად უპასუხა. მისი განცხადებით, საქართველოსთან ომის გეგმა რუსულმა გენშტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება კი მოსკოვმა 2008 წელს გადაწყვიტა. Уже об этом говорил публично и раньше. Это не секрет, повторю еще раз. План был подготовлен Генеральным штабом где-то в конце 2006 или в начале 2007 года. Он был мной утвержден, согласован. Более того, в рамках этого плана проводилась и подготовка юго-осетинских ополченцев. მითი: ქართულმა სამხედრო ნაწილებმა მძინარე ცხინვალი დაბომბეს. ეს ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პროპაგანდისტული ტყუილია, რომელსაც კრემლი და ახლა უკვე ქართული ოცნებაც მუდმივად იმეორებს, რომ თითქოს საქართველო თავს დაესხა მშვიდობიან მოსახლეობას და ქართულმა სამხედრო ნაწილებმა მძინარე ცხინვალი დაბომბეს. სინამდვილეში ოფიციალური ინფორმაციით 6, 7, 8 აგვისტოსთვის არც ერთი ეთნიკური ოსი მშვიდობიანი მოსახლე ცხინვალის ზონაში აღარ იმყოფებოდა. მათ წინასწარ დაატოვებინეს ტერიტორია როკის გვირაბის გავლით. 2008 წლის აგვისტოს პირველ კვირაში ცხინვალის რეგიონში ვითარება ყოველდღიურად იძაბებოდა. პირველიდან 7 აგვისტომდე რუსეთიდან სისტემატიურად შემოდიოდა მძიმე ტექნიკა და სამხედრო ძალა როკის გვირაბის გავლით. სეპარატისტული ძალები განუწყვეტლივ ბომბავდნენ ქართულ სოფლებს ზემო ნიქოზი, ერგნეთი, ავნევი, პრემისი და სხვები, რამაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი იმსხვერპლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით 7 აგვისტოს საღამოს ცხინვალში დაიწყო სამშვიდობო ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული მოსახლეობის დაცვასა და სროლების შეწყვეტას. მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ იმ დროისათვის ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკურად ოსი მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ევაკუირებული იყო. ეს არ იყო მძინარე ქალაქზე მოულოდნელი დარტყმა, ეს იყო პასუხი განუწყვეტელ პროვოკაციებზე. არ დაგვავიწყდეს, რომ იმ ღამეს ცხინვალში იმყოფებოდნენ რუსი სამხედროები, მათ შორის გრუს სპეციალური დანაყოფებიც. დამოუკიდებელი წყაროები, მათ შორის ევროკავშირის მიერ მომზადებული ტალიავინის კომისიის ანგარიში, არადასტურებენ თითქოს საქართველოს მძინარე მოსახლეობას დაესხა თავს. პირიქით, იქ ნათქვამია, რომ ქართული სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის ინტერვენცია უკვე დაწყებული იყო. თუმცა თავად ეს ინტერვენცია რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში იგეგმებოდა და წინასწარ იყო მომზადებული. ამიტომ მძინარე ცხინვალის დაბომბვის თეორია არ ემთხვევა რეალურ ფაქტებს და მიზნად მხოლოდ ერთს ემსახურება, რომ საქართველო აგრესორად წარმოსახოს და რუსეთის თავდასხმა პასუხად გაამართლოს. მითი: 2008 წლის ოქტომბერში საქართველომ ევროსაბჭოში მხარი დაუჭირა რეზოლუციას და აღიარა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ასეთი ჩანაწერი სინამდვილეში არ არსებობს. რეზოლუციაში რუსეთის ჯარის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა შეფასდა როგორც ოკუპაცია და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე და ევროპის საბჭოს წესდების დარღვევა. ასევე 1993 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების გამოდევნაზე, ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლად გამოცხადნენ არა მითიური სეპარატისტები, არამედ პირდაპირ რუსეთი. 2008 წლის ომთან დაკავშირებით მრავალი მითია გავრცელებული, რომლებიც ხშირად კრემლის პროპაგანდის შედეგია და მიზნად საქართველოს პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავს. თუმცა ისტორიული ფაქტები, საერთაშორისო გამოძიებები და თავად რუსეთის ლიდერების განცხადებები ადასტურებს, რომ ომი იყო წლების წინ დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც წინ უძღოდა რუსეთის პროვოკაციები და მზადება. სინამდვილეში 2008 წლის ომი იყო რუსეთის აგრესიის გაგრძელება და მისი სტრატეგიის ნაწილი, რომელსაც დღეს უკრაინაშიც ვხედავთ.
ოკუპაცია არ დასრულდა, ის გრძელდება და ამაზე ლაპარაკი, მტკიცებულებების დაფიქსირება და მითი ფაქტის გარჩევა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავლისთვის.